მოვედი მოგესალმებით, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ ჩემო სიხარულებო? ხომ ხართ კარგად? ისე გავაკრიალოთ. მე არ ვიცი მე გოგოებო კიდე გავხდი თუ რა ხდება, არ ვიცი, აღარც ვიწონები და აღარც არაფერი, რა მგონი რომ კიდე დავიყელი. აბა იმიტომ რომ შარვაზე ვატყობ, თან გარეცხილი ჩავიცვი და იმ დღეს გარეცხილი რო ჩავიცვი ძლივს შევიკარი და ეხლა კიდე დიდი ვით მაქვს. მგონი რომ კიდე დავიყელი. არ ვიცი. ვეღარ ვიგებ. მაგრამ რა გამიგვირდა გოგოებო, მე გუშინ ვიყავით კლინიკაში. საქმე მქონდა რა, რაღაცა ცნობა უნდა აღვიღო. ხო და ექიმთან მომიწია შესვლა და მაინტერესდა, მოდი აბა მეთქი სიმაღლეში გავიზომო რა და დავდექი და მეტრა 67 მაჩვენა. მეთქი ეს სწორი ზომაა, ვკითხე და კიო სწორი ზომაა. არ ვიცი. მე ვიცი რომ ვარ მეტრა 64-5 და ეხლა მეტრა 67 რანაირად გავხდი? არ ვიცი. ანუ ადრეც მეგრე ვარ რა, გაზომილი ისმეცვა ეხლა. ჩემი კეტები მაგას ძირი შეიძლება კონდეს, რავი, მიამატო 2 სანტიმეტრი, მეტი არა. ძალიან დაბალი ძირიანია. 3 ჰა. და ანუ ადრეც ფეხსაცმლით ვიყავი ეხლა. ეხლა რატო ვერ ვიგებ ერთი სიტყვით ბოლომდე არ ვიცი. მე თვითონ გავიზომი აქ სახში და ვიყავი მეტრა 64 ჩვეულებრივად. როგორც ვიცი რომ ვარ და რამდენიც ვიცი რომ ვარ და იქ მეტრა 67 რანაირად არ ვიცი რა. აბა მოვადუყოთ ხა. ექიმთან თან, თერაპევტთან. აღარ ვიგებ. ეს ყავა მიგანეტა თუ მაქვს კიდე სისაული ნახო. ვეღარ ვიგებ, ვეღარაფერს. რა ხდება? ხო და მე თუ მეტრა 67 უნდა ვიანგარიშო, ჩემი წონა არის ძალიან დაბალი მაშინ. იმიტომაც ვარ ესეთი გამხდა. მაშინ უნდა მოვიმატო ერთი 3-4 კილო, სულ ჩვეულებრივად თავისუფლად აიტანს ჩემი სიმაღლე. შეიძლება ადრე ვერ გავიზომე კარგად, ან სახში ვერ ვიზომები კარგად. ნიკა იყო მეტრა 75, მე ვიყავ მეტრა 67 გუშინ ექიმთან. აი ესე. და 60 კილო არის ცოტა, მაქსიმალისტი. დეფიციტში ვარ. იმიტომაც გამოვიყურები ასე სუსტად. ვიზრუნებ რომ მოვიმატო ერთი 3 კილო. თაფლი და კარაქი მოვჭამო. გოგოებო, ეგ ვიცი რომ მამა პაპურია მომატებისთვის არის მამა პაპური რეცეპტი. დაბრიანი პური და კარაქი არის. მამა პაპური. როგორი მიხარია დღევანდელი დღეც, გათენდა მშვიდობიანი, ლამაზი, მზიანი, ჯერატია, რომელი საათია ვნახოთ. ხო. 10-ია ჯერი, ძალიან ადრეა.
კამი მინდა მოვიტანო. უნდა დავჭიდე და ისე დავლიო ყავა. ჩემი პიანინოს კამ. მოვიტანო, რავი ამოწევ მაღლა. ჩემი მაკიაჟი ბუნებრივი ყოველდღიური გახდა, ანუ აი ესეთი. მომწონს ყოველდღიურად. თვალები არ მიყვარს და არ მინდა ყოველდღე ფერებში. ერთ ფერს ვიდებ კუთხეში და ვინაწილებ. всё, ეს იქნება ჩემი ყოველდღიური მაკიაჟი. თან მომწონს. ძალიან. ჰაილაითერის დამატება შეიძლება უფრო ლამაზი გამოვჩნდები ხოლმე კამერაში. ცოტათი რომ დავუმატო, მაგრამ თვითონ არის ეგეთი ფერი, ანუ რაღაცნაირი თეთრი არ არის, მოთეთრო რო იყოს ცოტა ყავისფერია. რო ლამაზად გამოჩნდება, ვიყიდი ნენელა ყველაფერს, მე ამაზე გადავიდებ ხოლმე ვიდეოებს, გოგოებო ძალიან მიხარია. ეს ყველაფერი ვიყიდი აუცილებლად. ჩდილებს ამას, ჰაილაითერს, ცოტა უფრო სხვა ფერში ხარისხიას. ვიცი რომ ყველა მომაკიაჟის გაკეთებაო და ზოგ მარიც, ყველა მარიც. და რომ ციცოდეთ არ არის პრობლემა. მე მაგალითად არ ვიცოდი და ეხლა ვსწავლობ 40 წლისა ვარ. ყველამ როგორ იცის, აიცის ყველამ. მერსი. უნდა წავიკითხო კომენტარები. ხშირად უნდა წავიკითხო კომენტარები ხოლმე, რომ ჩვენ ერთმანეთთან ძალიან დავახლოვდეთ. ძალიან მინდა გულით ეგ. და კომენტარებზე კარგად არაფერი არ სოხმარი არიან. აი მაგაზე ორივენი სიგარეტს ეწევია. იყობით ხომი ამბებს. მეზობლების არ ვიცნობ, ახლა ახალი გადმოსული ბიქნებიან ეგენი არქის ბინაში. ჩემ ბინაში ახლა და ახლა გავიცანი. ჩვენი მეზობლები ახლა და ახლა ვიცნობ რა გოგოებო, ახლა მე არა ვარ ძალიან ისეთი. ავი ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს ძალიან, მაგრამ ცოტა ფრთხილიც ვარ და ახლა და ახლა ნელა გავიცანი ხალხი ერთი წუთით. აი ეს. ხო და ჩემ დაბლამის ცხოვრობს არის უსაყვარლესი გოგო. იმ დღეს შარვალი ჩამივარდა და მაგის თუყზე გადაეკიდა. ამომიტანა 1-2 დღის წინ. ძალიან კაი გოგოა. გიმილიანი და საყვარელი. მარი. საფეთი მოვიდა. მოვიდა. აბა ვნახოთ. ჯერცხელია. პირ დავიწყო ეს. ეხლა ვნახოთ თქვენი კომენტარები გოგოებო. როგორ მიყვარხართ? პირველ რიგში გეფერებით ყველას ეხლა ვისაც წაგიკითხავთ გიხუტებთ გულში. გიორგობა ყოფილა გულში, გოგოებო, როგორ ვარ? გულში დაზღვევაზე ვიყავით. აი ესე იგი ვარ ძალიან რო იტყვიან გადარბენა გადმორბენაზე. დაზღვევა გავაკეთეთ გულში მანქანის და იქ ვიყავით წასულები. პატარა ვიდეოც მაქვს ქალაქში გადაღებული და ჩავსვავ ამ ვიდეოში. Am lăsat toarci segi. Șucnișani. Am غربلولي خو. მე მგონი რომ ხალიდან კარგია მინდები გამოვაგია. ო 1-3-4-დან მე მგონი არ უნდა იყოს შეგება. მე ისე ვიქნება. მე დიარი. აი მე.
აღარ მინდა ეს წვიმაგი აღარ მინდა ძალიან მომწინდა რა ლამაზია გია ეს კვერი ნაძვები მიხეილ თამარაშვილის კუჩა. გამოვედით როგორც იქნა ხო? შენდება რაღაც citizen-ი, რავი, ძალიან დიდი. არქია შენებს? ესეთი არქია წერია გია ვერ ახედავ? ჰა? არქია წერია. არქია აქა წერია გზაზე. ხო, აი აქა წერია. ეს არქის რეკლამაა თვითონ გზაზე, როგორც მაგრამ ის ზენი ქვია. მოხმული корпуსია დაბლიდან ესე მოდის და მე ცალთაფაჭენია. იმხელა მონიტორია ვიჯერ დაყენებული რეკლამისთვის, დიდი ტელევიზორი მენა შემოგვიყვანს. შეკრიშაზე რო გავჩერდები დაინახო 3D-ის არის ეკრანი. ეს არის თუ ეს M კვადრატის რეკლამა. აი მონიტორი. აი რანაირი корпуსია მოხდება. კი. შეიძლება და მე ესე ტერასები. ლამაზი იქნება. გამწვანებენ მაგ корпуს ალბათ. დიდი ეზო და ის იქნება. ზედა სუსიმი. აი ნახე. ხო, აი ნახე. გამწვანე. რესტორნები და რაღაცები იქნება. კი, ერირება კაი სამი თუმეტ. კვადრატი. აი ეს ტერიტორია სუმალისია. არქიც კარგ ბინებს აშენებს, ლამაზია. ნახეთ რომ ხელა. რამდენი სართულიანია გია? ის ბინა. ჟანა გილოცავ გიორგობას, გილოცავთ მანქანას სულ მწვანეზე გევლოთ და ბედნიერ გზებსეო. ნატო, უმასი მადლობა ჩემო სიხარულო. ნინაკო, ყოველდღე ვუსმენ შენ ვიდეოებს, შემოძვირფასო და ვწმუნდები, რომ ზედმეტად ემოციური ხარ. ყველაფერს ძალიან განიცდი. ისტრესავ თავს. ცოტა რაღაცეების გატარება თუ არ ისწავლე, ძალიან მალე დაგიავადდება ნერვები. გულს გაუფრთხილდი, ემოციებს წარმატებებია. მადლობა, ჩემო სიხარულო. უმასი მადლობა. კი, ემოციური ვარ მე. თუ ადამიანი ცუდად მომექცა, იმას ისე ძალიან განვიცდი. ისევ ნერვიულობ და იმდენად დიდხანს გამდეს თუ დავინახე უსამართლობა, რომ უსამართლოდ მეკცევიან, ჩემ თავს მაინც ვაძალებ, რომ ვაპატიო ადამიანებს. აი ძალიან მიჭირს ხოლმე უსამართლობას როცა ვხედავ და როცა მეკცევიან უსამართლოდ, ანუ მადლიერებას უარ ვხედავ საერთოდ. მადლიერების გამოხატვა რო ადამიანებს ძალიან რო უჭირთ, ეს ყველაფერი ძალიან გულს მდგენს და კი, მართალი ხარ, რა ვიცი, აბა ემოციური ვარ და ვცდილობ თან, ვცდილობ, რომ გავუფრთხილდე ჩემ ნერვებს. გოგოებო, მე ამას ვცდილობ, იმიტომ ვარ მაინც სტაბილურად. ძალიან ბევრი უბედურობა გადავიტანე მე, ძალიან ბევრი. უბედურება არის ჩემი ძმის ამბავი და ყაჩაღება. ერთხელ მე იქ ვიყავი, მერე მეორედ
თაც და იქიდან უკვე ამბავი ხომ მომივიდა ოჯახის. ანუ რა ვიცი რა, ძალიან ბევრი ეს არის ძალიან დიდი ტრანვები. ძალიან ახლა რომ შემოგიცვლიდებიან ავტომატებით და ეს ძალიან ძნელია. სახში შენთვის რო ხარ წნარად და ღმერთმა ყველა საშოროს, მერე ჩემი ძმა, მერე ნუ რა ვიცი რა, ძალიან რთული ცხოვრება მაქვს გავიდი. და ვფიქრობ ხოლმე გია იმიტომ არის ძალიან კარგი, რომ მაგას ვეღარ გავუძლებდი მე, ცუდი ქმარი რომ მყავდეს. მე რომ ცუდი ადამიანი შემხვედრო და მაგას ვეღარ გადავიტანდი ალბათ. იმდენი რაღაცა მაქვს გადატანილი ცხოვრებაში, ძალიან ბევრი. მე ამ სექტის დატოვება არ მომერიდება მაგის თქმა და ყოველთვის ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტკივილი მომაყენა მაგ მიმდინარეობა. ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა. ეს არის ნამდვილად სათქმელი. ეგ და რა ვიცი, ბევრი ხო არ უნდა ადამიანს. თუმცა მე სტაბილურობას ვინ არჩუნებ, მაინც მადრობელი ვარ ჩემი თავის. ვეფერები მაინც ჩემი ნერვებსაც და ყველაფერს, იმიტომ რომ რამდენს გაუძლო. ძალიან ბევრს გაუძლო. ჩემი დედამთილი რომ დამყავდა ხოლმე ექიმთან, იმ ექიმმა ჩვენი ისტორიას ყველაფერი იცოდა რა. აბსოლუტურად ყველაფერი იცის. გოშია ეხლა ის ქალი. და შვილები რო გავაჩინე, მეორეც რო გავაჩინე, მაშინ მითხრა. ჟანა შემიძლია გითხრაო, რომ აი ყოჩაღო. შენ. ყოჩაღო რო შეძელიო და ამ ყველაფრის გავლის შემდეგო მეორესაც აჩენო კიდევ. ხო, ყველაფერი თქვენ არ იცით და ამან იცის დაწვრილებით ყველაფერი. რა და როგორ და რანაირად. ხო გავუფრთხით ჩვენებს. შეგერგოთ მაგას ეძახიან ჩაშლილ ტორმასო, ნატალია მომწერა, მადლობა. ჩემო ნატალია ძალიან ბევრ კომენტარებს წერს ხოლმე ნატალია. უხდება მშვიდობაში სათვალეო გიასო, ისე ნატალი მომწერა. უბრალოა, ძალიან უბრალოა, ფასაკლებით კი ვიყიდეთ 50%-იანი ფასაკლება იყო, მაგრამ მაინც უბრალოა და ნუ ჯერჯერობით გამოადგება. თავისა თვალის ვერ მანქანას გახვა. და რა ვიხო ვეღარ მივალ მაგაზეო. იმ მანქანას გააყოლა, ქირით რო ყავდა. ახალი მაინც უსხვაო, კი, გიას ახალი რაღაცები ვუყიდე ახლა. მანქანიდან დაწყებული. მანქანა, საფულე, შარვალი, სათვალი, ახალი რაღაცები ვუყიდე. იმ დღეს საროჭკა ხო ისიც ახალი ვუყიდე. გორში რო ვიყიდე. ბევრი დოლარებიო და კარი ჩავიდევითო. ჩადევით ხოლმე მშვიდობაშიო საფულეს იმწეს. მაინც ტაფებს ხშირად ვცვლიო, ისე ნატალი. ტაფაზე ახლა ნახეთ. მეც მალე მიფუჭდება 70 ლარი მივეცი და უკვე იკრასო და ალბათ მოზრდილი კია და ხაჭაპურისთვისაც ვიხმარე კი მაგ 50 ლარიანი და იმასაც ვიხმარებო ეხლაო. ტაფებს ძვირიანს არასოდეს არ ვიყიდი. 25 ლარზე მეც არ გადავიხდი. არ ვიცი რამდენი თვე გავიდა ახლა რაც ეს ტაფა მაქვს. არ იკელავს რა ვიცი, კარგია ჯერ. უბრალოდ ფერი შეიცვალა დაბლიდან. ერთ წელზე მეტი გოგოებო ტაფები ვერ ძლებს. თუნდაც რა ვიცი რა ძალიან ძვირიანი იყიდო. ტაფას აქ ძალიან
ისეთი დატვირთვა ოჯახში რა, ვწყავდი ისეს. ეხლა ღუმეს შემწვარი ქათამი არ მოსწონთ ჩემს. არა ჭამი. რაღაცნაირად კანი უხმება, უდნება და არ მოსწონთ და მან ვწავდა. იმდენ რაღაცას იტანს ეს ტაფარო. რა ვიცი, კარგად გამოიყურება ჯერ, გარედან უფრო არის, ერთი უნდა გაჩვენოთ. მოწმინდო. გავეცოდში და გარედან უფრო რა დამწვარი. ცოტა ნახეთ ფერი შეიცვალა და არ იკრავს, მაგრამ დაიხადა კიდევაც რა. ანუ არის შესაძლებელი შევცვალე. ხაბერიც, რა ვიცი, შესაძლებლები მაქვს. იმას ველოდები რომ გავაკეთო აქ ცოტა რაღაცა შევათეთრო მაინც და მე შევცვალე. ლამაზი მანქანაა უხდება გადასაკრავი, მაინც საჭიროა. ძალიან საჭიროა ნატალი ჩვენთვის გადასაკრავი, თორე ისე ძალიან ლამაზი იყო თავისი ისა რა ქვია, როგორიც იყო ბუნებრივად რაც ჰქონდა. ისე ძალიან ლამაზი იყო. ანუ სანამ გადავაკრავდით, უფრო ბევრად ლამაზი, მაგრამ ნუ სჭირდება კი ეს ძალიან სჭირდება. ვიღაც არ დავაგულებ, არ უნდა დავაგულო ეს. ეს ძალიან არ მინდა ვიდეო გავწელოთ გოგოებო, რასაც მოვასწრებ. ლამაზი ბურთიო, მათეს ბურთი, მშვიდობაში მათე ბურთიო, ლამაზი მანქანაა გილოცა. კიდევ გვფარავდეთ უფალიო. უღრმესი მადლობა ნატალი მიწერს ხოლმე კომენტარებს ძალიან თბილს. გილოცავთ შენაძეს, ვას არა წერია სახელით ასო. ყოველთვის სიხარულით და წარმატებით გატაროთ კარგი გზები, კარგი მოგზაურობები, მხოლოდ პოზიტიური ემოციები გქონდეთ მასთან ერთადო. ჩვენი ლურჯა არის ექსული ჩაუბერე. გავაცოცხლე, ანუ ლურჯა იმიტომ დავარქვი, რომ ცოცხალია. ჟანა მშვიდობაში უღრმესი მადლობა ჩემო კარგო, თბილი სიტყვებისთვის. თამუნა, ჟანა მშვიდობაში მანქანის შეძენა, სულ მწვანეზე იარით. ყოჩავ, ძალიან კარგი მანქანაა, ხო, ძალიან კარგი მანქანაა მართლა. ახალია სულ ახალია, გოგოებო, აი არ ვიცი რა, ბრწყალი არა აქვს მაგ მანქანას. იმიტომაც გავყვები, რომ ერთად მინდოდა რა, რომ აგვერჩია, მაინც ორის თვალი სხვა არის და ერთი სხვა არის და ხა ვინმე ძმაკასაც გაიყოლებ და მესმის ეგ, მაგრამ მე განცხადებაც მქონდა ის შესასწორი. გილოცავთ მშვიდობაში მოიხმარეთ და ბედნიერებაში ხათუნამწეს. კანს ჭირდება გაწმენდა და მყვებავი კრემი, შემდეგ ღრმად აღწევს კანში და შემდეგ რომ კანის იყოს სუფ და შემდეგ უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემი და მზის დამცავიო და როგორ გავიწმინდო? აი გარი, რითი? თიხის ისინი როა. ეგ სხვა შორის მინდა და ჩავწერე ფაბერიკში არ არის, ჩავწერე ევონში არ არის. მე მგონი რომ PSP-ში მომიწევს მისვლად თიხის გამწმენდით რო გავიწმინდო. მათე რა საყვარელი ხარ? მაია გვწეს. ჟანიკო, მათი აუცილებლად ატარე ფეხბურთზე, კარგი ფეხბურთელი დადგება. არ უნდა ფეხბურთზე მათის. არ ვიცი. რაღაცნაირი ბავშვი არის თავისი. არ მინდა ფეხბურთიო. ბურთი რა ძალიან უყვარს, ხო იცით? ბურთის გარეშე არ შეუძლია. და ფეხბურთი არ უნდა და არ ვიცი, ჩამოყალიბდება. ნიტაც გვიან მიხვდა რა უნდოდა. უკვე იცის რაც უნდა იკასდა. მათიც მიხვდება. აი ბიჭი ხარ მეთქი, მიხვდება მეთქი, მე რაც უნდა. ჯერ არ იცის მეთქი ფეხბურთი უნდა რა უნდა მეთქი არ იცის. გილოცავთ ახალი მანქანის შეძენას, ჟანა, გია და ბიჭებო, ძალიან გამიხარდა. საუკეთესო ფერია.
სულ მწვანეზე იარეთ. კარგო ოჯახო. ნინო ციკლაური. დიდი მადლობა ნინო. მაია. გილოცავთ ჟანიკო მანქანის შეძენა სულ ბედნიერებაში სიხარულში. მიხარია თქვენი სიხარული თბილებო. ძალიან დიდი მადლობა მაია. ნონა გიორგობის ძალადამადლი გფარავდეთ ჟანა თქვენ ოჯახს, თქვენ სმენეს სრულიად სამყაროს მათე როგორ ლამაზი ბურთია და უმაგრესად აბზრიალებო. ხათუნას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მათ ეს ბურთი ვუყიდე ხათუნამ რომ ფულ ჩაგვირცხა. ეგარი ხათუნა საჩუქარი. უღრმესი მადლობა ხათუნას. ჟანა გიორგი გილოცავთ გენაცვალეთ კეთილი სურვილებით მანქანის შეძენა სულ მშვიდობიან გზებზე გევლოთ იხარეთ მრავალი წელიო ანა. მადლობა ანა. დღევანდელი დღის მადლი შეგეწიოთო. დიდი მადლობა. მეც გილოცავთ მოგვიანებით ყველას გიორგობას გოგოებო. ჟანა გიორგობას გილოცავ. დიდი მადლობა. მარინე. ეთო გიორგობას გილოცავ. მადლი გეწეოდეთ. ღმერთმა ბედნიერი და წარმატებულ გზებზე გატაროთ. მანქანა ძალიან ლამაზი ფერიაო. უღრმესი მადლობა. ეთო ლეილა მათუნია ბიჭო ყოჩაღი ბიჭი იხარეთ ჩემო გოგო და წმინდა გიორგის მადლი გფარავდეთო. მიყვარხარ ლეილა ძალიან. მადლობა ასეთი ეთგულებისთვის, გულწრფელი სიტყვებისთვის თითქმის ყველა ვიდეოზე. უღრმესი მადლობა. ჩემიანი ხარ. ფილით ბევრ რამეს ვაკეთებო. ოჯახურს, ოსტს, სოუს, ჩაქაფუს და ასე შემდეგ. ეს გულში ჩამყვა. ეს კომენტარი ვფიქრობდი მერეც ამაზე. ოსტრი ისე რატომაც არა. ზანგიმრიელი გამოვა. უნდა ვცადო. ტყემალი მაქვს. იმ დღეს გამომატანა ნინო ტყემალი. გაყინული. ჟანა საყვარელო რამ 7 ადგილი და უბანია შენთვის წყნარია. რომელი უბანიაო? ჩვენ მისამართი გვიწერია კალაუბანი. თუ კალაუბანი. კალაუბანი. იქ ქარხანა რო არის. აი მანდ ვართ ახლო. მაგრამ ცოტა უთნავზე ვითუნა ამოუხვია. აი როგორ გითხრა რა ვიცი. ლამაზი მათე, ლამაზი ბურთი თო გაიხარეო გიორგობას გილოცავო ლალი. მადლობა ლამაზო ოჯახო. დიდი მადლობა ლალი. გულები ვერიკომ გამოგვიგზავნა. მაიამ გულები, ირმამ მოგესალმებით გიორგობას გილოცავ. ჟანა შეგეწიოთ მისი ძალა და მადლი. მათუნია უსაყალესო კოცნები. მადლობა დიდი ირმა. მიყვარხარ ძალიან ირმა. მოგესალმებით სიგარეტი მე მაინც აკვიატება გონია გოში რო ვისაუბრეთ. უბრალოდ სტრესის დროს გონიათ რომ იმშვიდებენ თავს. ჩემმა მეუღლემ 50 წლის ასაკში დაიწყო მოწევა და სულ გადამრიაო. აი მე არასდროს არ მოუწევია ესე კი და 50 წლის ასაკში დაიწყო. არ ვიცი რა ვიგიამ უნდა გადავაგდო, აღარ მოვწიო, აღარ ეწევა 3 დღე თუ 4 დღე, მაგრამ მე არ მჯერავს. უფრო სწორად გიასი სულ მჯერავს ყველაფერი, რასაც ამბობს, მაგრამ რო შეძლებს, ეგ არ ვიცი, როგორ შეძლებს. ნახოთ. ეკამ გულები, მადლობა, ნინო გული გამომიგზავნა. შვიდობა მოგცეთ ღმერთმა, მათე ბიჭო მშვიდობაში შვილო, ახალი ბურთი, ხალისიანი და ლაღი დღეები მოგცეთ ღმერთმა. ეს დამიწერა ნატა სამსონია. მადლობა. მშვიდობაში, ბედნიერებაში რუსიკო დამიწერა. ძალიან მიყვარხართ. მათუნა უსაყვარლესო ბიჭუნა, ჩემი ბიჭი სასაკისაა. გაგიზარდოთ ღმერთმა. რუსა ხათუნა ჩურჩხელა როგორ მომენატრაო. მათე რა საყვარელი ხარო და
ჩურჩხელაო როგორ მენატრებაო. ესეც გულში ჩამყვა ეს კომენტარი. ჩურჩხელა როგორ მომენატრაო, მერთო ჩემო არ ვიცი, აი ეს არის რა ქვია. ვინც არ არიან აქ რა და წარმომიდგენია მათი გრძნობები, აი უბრალოდ ჩურჩხელასაც რო დაინახავენ, რაღაც ქართულს რო დაინახავენ, რამხელა ნოსტალგია აქვთ. ჩვენ გოგოებო მაინც აქ კი გვიჭრის გაჭირვებაში ვართ, მაგრამ ვერ ვგრძნობთ მაგ ყველაფერს რა, რასაც ისინი განიცდიან და რთულია ძალიან, ვინც ვერ ახერხებს თან ჩამოსვლას. ძალიან მე წარმომიდგენია მათ ნაჭუჭი ჩემი თავი და ეს არის ურთულესი. ძალიან რთულია. ჟანიკო მათუნია ლეილა მომწერა. შვიდობაში ბურთი საყვარელო ძალიან მაგარიაო. მანქანის ჩიხოლიც მშვენივრად უხდება ჟანავგი ლოცავთ გიორგობას. მისი მადლი ვარავდეთო თქვენ ოჯახს გიორგობის და მიულოცე ჟანიკო ჩემგანო გიორგისო ლეილა. მადლობა ლეილა უღმესი. 27 წუთი უკვე მიმდინარეობს ჩვენი ვიდეო. კიდევ ძალიან ბევრი კომენტარია მოლოცვისა, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გოგოებო, რომ მომილოცეთ. მანქანა ყველა მომილოცა უკვე. თითქმის მე ვისაც ველოდებოდი, ვინც იმედი მქონდა რომ მომილოცავდნენ, ყველა მომილოცა და ისეთებმაც მომილოცეს, ვისაც არ ვიცნობ საერთოდ, ვინც პირველად გამოჩნდა არხზე, ესე წერილობით რომ მოეწეროს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს ვუყვარ ვარ, მიყურებს და კომენტარებს არ მწერს, მიყვარხართ ძალიან გულში და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ყველა სურვილი აღსრულებოდეთ გოგოებო, როგორც მე ამისრულდა, ეხლა ეს სურვილი, ამას მე წერდი ხოლმე, რა თქმა უნდა ვწერდი, იმიტომ გეუბნებით ხოლმე, აიგეთ და დაწერეთ, რაც გინდათ და შეგისრულდებათ. წერდი ხოლმე, აი საოცარია, რომ მე მიწერია მანქანა. და მოდელიც. სასწაულია ეს ყველაფერი და აღსრულებოდეს ყველა სურვილი. აგვისრულდება კიდეც, მე კიდე ძალიან ბევრი გეგმები მაქვს, ძალიან ბევრი გასაკეთებელი მაქვს, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, წინ უნდა ვიაროთ, წინ, სიკეთით, რა თქმა უნდა, სიკეთით, არავის ცხოვრებაში არავისთვის არაფერი არ დამიშავებია, მომიტყუებია და ასე შემდეგ რა, სუფთად მოვდივარ, სუფთად და ძალიან მაქვს ღვთის იმედი, რომ ღმერთი ჩემ გვერდზე იქნება ყოველთვის არის და იქნება და თქვენთანაც. თქვენ გვერდზეც არის ღმერთი. ღმერთი ყველასთან არის, გოგოებო. ყველასთან. გაკოცეთ და დროებით.